ადამიანს აქვს ეს ხანდახან და ხშირად ილუზიაში ამყოფებს საკუთარ თავს. აი მაგალითად პატრიოტი ადამიანი და თავის სამშობლო უყვარს, ჩვენს ისტორიაში ძალიან დიდებული ბევრი ფურცელია, რომელიც ჩვენ კაი გაგებით სიამაყით გვავსებს და ადამიანი მიიწერს თავის წინაპრების დიდებულებას და თავად მხოლოდ გულში მჯიღის დაკვრის და საფრთხეებით შემოიფარგლება და თulis რომ ესე იგი ის მათ მიერ ჩადენილი ღირსებები და ცხოვრების წესი ეს მისია და მისი სულაც არ არის. პირიქით, ჩვენ მხოლოდ პასუხისმგებლობით ვიტვირთებით და არავითარ შემთხვევაში მათ მიერ ჩადენილი ღირსეული საქმეები ჩვენი კუთვნილება არ არის. ასევე რელიგიაშიც ასეა ზუსტად ის რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და მემკვიდრეობითობას ვატარებთ ჩვენი სულიერი წინაპრებისა, ანუ ქრისტიანებისა დაწყებული მოციქულებიდან და ეს რწმენა მოგვეცა ესე რატომღაც დაუმსახურებად ეს ავტომატურად სულაც არ ნიშნავს რომ ვეკუთვნი რა ჭეშმარიტ ეკლესიას, სულაც არ ნიშნავს რომ ეს ჩემი დამსახურება აქვს რაიმე და რაიმეთი საამაყო მაქვს. პირიქით ეს უდიდესი პასუხისმგებლობით ტვირთავს. და აი სწორედ ამგვარი რამ ჭირდათ დანარჩენებს, რომლებიც ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარნი იყვნენ და იმდენად დაბრმავებულები იყვნენ საკუთარი ცრუ ღირსების განცდით, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი ვარ. არ ახარ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი. ნომინალური კუთვნილება გაქვს, ნომინალური და არა ის, რომ შენ ხარ რაღაცას წარმოადგენ. და აი ეს ნომინალური მიკუთვნება საკუთარი თავისა ჭეშმარიტებასთან არაფერს ნიშნავს და ამიტომ არის რომ ხაზგასმულია რომ ის ვინც დაბრუნდა მადლიერი ვინც იყო ის არ იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების მატარებელი მაგრამ მან ქრისტე იცნო ჭეშმარიტი სარწმუნოების მატარებელმა ცხრა კაცმა ქრისტე ვერ იცნეს და მან იცნო ქრისტე ესე იგი რა გამოდის თავარი არის არა ნომინალური კუთვნილება არამედ სიმდაბლე რომელიც აძლევს შენ გულს საშუალებას ქრისტე შეიცნო და თუ ქრისტე ვერ შეიცანი როგორც ღმერთი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენს გვარიშვილობას შენს სარწმუნოებრივ კუთვნილებას არაფერს მნიშვნელობა არც ზნეობრივ ცხოვრებას არაფერს მნიშვნელობა არ აქვს არც იმას რომ ღმერთი გეხმარება დანარჩენების განიკურნენ რომ ღმერთი შენზე ზრუნავს და ამას განიცდის არაფერს მნიშვნელობა არ აქვს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სიმდაბლეს რომლითაც შესაძლებელია ქრისტეს შემეცნება